მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვიწყებთ კითხვის საუბარს კითხვის სტრატეგიებზე. ეს არის ლექციათა კურსი, რომელიც გამიზნული არის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტისათვის. მოგეხსენებათ, რომ კითხვის სტრატეგიების დაუფლება ერთი მხრივ განათლების პროგრამების სტუდენტებს მომავალ მასწავლებელს დაეხმარება სასწავლო პროცესის კონსტრუირებაში, კერძოდ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკეთების დაგეგმვაში, ხოლო დანარჩენი სხვა სპეციალობების სტუდენტებს კითხვის სტრატეგიების დაუფლება დაეხმარება ტექსტის გააზრებულ კითხვასთან, ტექსტის გაგებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში. კურსი შეიძლება ვთქვათ, რომ ინტერდისციპლინარულია, ის მოიცავს რიგ საკითხებს, როგორც განათლების მეცნიერებებიდან, ასევე ჰუმანიტარული დისციპლინებიდან. ეხლა მოდი ვიდრე უშუალოდ ჩვენ გადავიდოდეთ და დავიწყებდეთ საუბარს ჩვენი სალექციო კურსის პირველი საკითხზე, იქამდე მოდი გავარკვიოთ თუ რას ნიშნავს ზოგადად კითხვა და რა მნიშვნელობა აქვს კითხვას ჩვენ ცხოვრებაში. ალბათ უფრო იპრიანი იქნებოდა საკითხი ასე დაგვესვა. რა მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და სინთეზის უნარს ადამიანის წარმატებისათვის. რა მოაქვს აი ამ უნარს? მე ესე შევატრიალე ეს შეკითხვა იმდენად, რამდენად სწორედ ინფორმაციის ცდომის, ანალიზისა და სინთეზის საშუალებას კითხვა წარმოადგენს და 21 საუკუნეში ადამიანის წარმატების განსაზღვრულ ფაქტორად სწორედ კითხვა არის აღიარებული. ამაზე მეტყველებს ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ამერიკაში და ფსიქოლოგები იკვლევდნენ ადამიანის წარმატების განსაზღვრულ ფაქტორებს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი აღმოჩნდა ასეთი ფაქტორი 200-მდე, მაგრამ ტესტირებისა და ანკეტირების საფუძველზე დაადგინეს მხოლოდ 40 ფაქტორი. ამ კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ადამიანის წარმატების ყველაზე უფრო ნომერ პირველ განსაზღვრულ ინდიკატორი არის გააზრებული და სწრაფი და გააზრებული კითხვა. ეს მართლა ძალიან საგულისხმოა. ესეთი შედეგი, რომელიც თქვა დაუშვათ ფსიქოლოგებისათვის ალბათ არ იყო აღმოჩენა ანუ რაღაცა სიახლე, მაგრამ კიდევ უფრო საგულისხმო არის და შემაშფოთებელი ის კვლევა, რომელიც კანადაში ჩატარდა. ჩატარდა სრულიად სხვა კონტექსტში. აქ კვლევა ტარდებოდა საჯარო აღსრულებით დაწესებულებაში, სადაც მოზარდები იმყოფებოდნენ და ისინი სასჯელს იხდიდნენ დანაშაულის გამო, რომელიც ძალადობის მუხლით იყო მიშილი და იკვლევდნენ ფსიქოლოგები კითხვის უნარს. ამ მოზარდებში აღმოჩნდა, რომ 80% ვერ აკმაყოფილებდა კითხვის სტანდარტს. ესე იგი, რა შეიძლება, ანუ მათი უნარი უფრო საშუალოზე დაბალი იყო კიდევ უფრო. და რა შეიძლება, რამდენად არის ეს საგულისხმო და რამდენად აქცევს ამას სახელმწიფო, რამდენად ესეთი მონაცემები სახელმწიფოს აყავს კონტროლზე. ამაზე მოწმობს ისიც, რომ 1995 წლიდან ტარდება წიგნიერებაში საერთაშორისო კვლევები. არის ესეთი საერთაშორისო კითხვის ასოციაცია, კითხვის საერთაშორისო ასოციაცია და აგრეთვე ორი ძალიან პოპულარული კვლევა, პილზისა და პიზის სახელწოდებით. პილზე ჩატარდა 2005 წელს ეს კვლევა, სადაც ჩართული იყო საქართველო, ყველა სხვა მსოფლიოს წამყვან ქვეყანასთან ერთად და სამწუხაროდ არც ისეთი სახარბიელო შედეგები ჰქონდა. პილზი და პიზაც ორივე ეს წიგნიერების კვლევა ეხება კითხვის უნარის დონეს არა მოზარდებში, არამედ დაწყებით საფეხურზე. როგორი არის კითხვის უნარი დაწყებით საფეხურზე? ვინაიდან სწორედ დაწყებითი საფეხური არის ის
სწორედ აქ ხდება იმ საბაზისო უნარების ჩამოყალიბება, რომელიც შემდგომში განაპირობებს მოზარდებში უკვე პრაქტიკული აზროვნების განვითარებას და ძალიან ზოგადადაც ვთქვათ, მათ წარმატებას ცხოვრებაში, თუ ამერიკელ ფსიქოლოგებს დაუჯერებთ, ხო? და ის მეთოდური რეკომენდაციები, რომელსაც ეს ექსპერტები, საერთაშორისო დონის ექსპერტები გვაცლებენ, ძალიან გასათვალისწინებელი არის, იმდენად რამდენადაც იგი ეხება სწორედ კითხვის სწავლების მეთოდიკას და ოჯახის როლს წიგნიერების ამაღლებაში და ზოგადად ასევე საზოგადოების როლს, საზოგადოებაში არსებული საზოგადოების დამოკიდებულება წიგნიერების მიმართ. აი დაახლოებით ძალიან ორიოდ ეს სიტყვით, რაც ზოგადად მინდოდა მეთქვა წიგნიერებისა და კითხვის მნიშვნელობის შესახებ ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში და ეხლა მოდი გადავიდეთ უშუალოდ იმ საკითხის დავიწყოთ საუბარი იმ საკითხზე, რომელთაც ჩვენ ამ კურსის შესწავლას, კითხვის სტრატეგიების შესწავლას ვიწყებთ. როგორც გითხარით, ეს არის კითხვის პროცესი და კითხვის სწავლება. ამ თემის შესწავლის შემდგომ თქვენ შეძლებთ აღწეროთ, განიხილოთ კითხვის პროდუქტი, აღწეროთ კითხვის პროცესი, ახსნათ კითხვის პროცესის სამი თეორია, ეს არის საბაზისო უნარების, ფსიქოლინგვისტური და ინტერაქტიული თეორია და დაასახელოთ მთავარი პრინციპები, რაზეც დაფუძნებულია კითხვის სწავლების ეფექტურობა. აქ დავუმატებდი, რომ არა მარტო უნდა დაასახელოთ, არამედ კიდევაც უნდა გამოვიყენოთ. ახლა ყურადღება მიაქციეთ პრაქტიკულ მეცადინეობაზე, ჩვენ სემინარულ მეცადინეობაზე დაგეგმილ დავალებებს, ვინაიდან სწორედ იმ თეორიული მასალის ის მიმართული არის იმ თეორიული მასალის გაცნობიერებაზე, რომელიც თქვენ ვიდეო მასალების საშუალებით ისმენთ. პრაქტიკაში დანერგვა უნდა მოხდეს და რეალიზაცია ამ თეორიების, აი მაგალითად აღმავალი მოდელი, რომელსაც თქვენ დაეუფლებით კითხვის თეორიების შესწავლის შემდგომ, შეიძლება ჩვენ ამ მოდელების გამოყენებით გავაკეთოთ პრაქტიკული სავარჯიშოების იდენტიფიცირება. ამდენად ძალიან ვთქვათ, რომ ჩემი თხოვნა და არჩევაც არის, რომ გავაცდენთ პრაქტიკულ სემინარულ მეცადინეობებს. კითხვა ზოგადად შეიძლება დავახასიათოთ ჩვენ რამდენიმე მახასიათებლის მიხედვით. კერძოდ, რა არის კითხვა? კითხვა ეს არის ენობრივი აქტივობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმა. კითხვა განიხილება როგორც შემეცნების გზა და ადამიანის კულტურის მაჩვენებელი. კითხვა შეიძლება იყოს ასევე მოთხოვნილება და გადაცემა და ასევე კითხვა წარმოადგენს ენის მატარებლის ერთ-ერთ მახასიათებელსაც. აი სწორედ ენის მატარებელი, როგორც ენის გამოვლენის აქტივობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი ფორმა არის სწორედ კითხვის პროცესი და რომელიც არის კითხვის შემადგენელი კომპონენტი. კითხვად მე ასევე მინდა გითხრათ ასევე რომ შეგახსენოთ უფრო სწორედ რომ გახსოვს რომ მეტყველება და მოსმენა არის ყველამდელი ასაკის ბავშვებთან მიმართებაში კომუნიკაციის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სფერო. მაგრამ არ დაგვაუწყოს რომ კითხვისა და წერის შესწავლის, ანუ წიგნიერების შესწავლის საფუძველს წარმოადგენს მეტყველებას და მოსმენას. ეს სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ წიგნიერების ჩამოყალიბებას კითხვისა და წერის უნარებზე მუშაობას ვიწყებთ ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში. და ძალიან სასიამოვნოა და რომ სწორედ აი რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად, რომელიც პირზმა მოგვაწოდა, სწორედ სკოლამდელი ასაკში ეხლა უკვე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა წიგნიერების, ანუ კითხვისა და წერის უნარების წიგნიერების განვითარებას სკოლამდელ საფეხურზე. კითხვისათვის განსაზღვრების მიცემის, როგორც ვთქვით, ძალიან მრავალი მცდელობა არსებობს. ეს პრობლემა უკავშირდება თავად კითხვის აქტის სირთულეს, რომელიც მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს. ეს არის კითხვის პროცესი და კითხვის პროდუქტი.
იმისათვის რომ წარიმართოს კითხვის პროცესი, მასწავლებელმა უნდა მიაქციოს ყურადღება ამ კომპონენტებსა და მათ ასპექტებს. ამას გარდა კითხვის პროცესთან დაკავშირებული ზოგიერთი თეორიის ცოდნა და კითხვის სწავლების ძირითადი მოდელები ასევე ხელს უწყობს სასწავლო პროცესის დაგეგმვას ინდივიდუალური მიდგომის პრინციპების გათვალისწინებით. ეხლა ისეც ვამბობთ, რომ უნდა მასწავლებელმა გაითვალისწინოს ალბათ იმ მოდელები, უნდა იცოდეს ერთი აღმავალი ინტერაქტიული სამი მოდელია ასეთი და ასევე შესაბამისად სამი თეორია, რჩეული თეორიის სახელწოდებით ცნობილი. უნდა იცოდეს რამდენადაც სხვადასხვა სწორედ ამ სხვადასხვა თეორიული პოზიცია კითხვასთან დამოკიდებულებაში და ამ პოზიციების გათვალისწინებით ხდება სწორედ კითხვის განსაზღვრებაც. არის ამ პოსტულატების განსხვავებული თეორიული პოზიცია და კითხვის შეფასებაც ასევე შესაბამისად კითხვის პროცესის განსაზღვრება და შეფასება სხვადასხვანაირია. აი ჩვენ შემოგთავაზებთ ახლა ამ ორივე ამ ერთი ჰოლისტური მიდგომია პირველი ჰოლისტური მიდგომის ანუ მთლიანი ენობრივი მეთოდის და ჰოლისტური მიდგომის გადასახადიდან კითხვა გამოსახული სიმბოლოების მნიშვნელობის აზრის ინტერპრეტაციაო თუ რატომ ამას ჩვენ შემდგომ უკვე უფრო დაწვრილებით განვიხილავ და გავაანალიზებთ და მეორე ეს არის სწორედ კითხვა მრავალმხრივი ფონეტიკური თქვათ მიდგომიდან გამომდინარე კითხვა არის მრავალმხრივი უნარი, რომელიც გულისხმობს გამოსახული სიმბოლოების დეკოდირებას აზრის გაგების მიზნით. ზოგადად შეიძლება თარგმნოს კითხვა ეს არის გონისმიერი რეაქცია ნაწერზე. მაგრამ მიუხედავად ამ თეორიების სხვადასხვა კითხვის თეორიებაში არსებული სხვადასხვა თქვათ ალტერნატიული პოზიციებისა კითხვის შესწავლას ჩვენ ვიწყებთ ორივე თეორიის გათვალისწინებით კითხვის კომპონენტების შესწავლით. კითხვის პროცესში ჩვენ გულისხმობთ მიზნის გესწრაფვას, რომელიც გადის ყველა აუცილებელ ეტაპს. კითხვის პროცესის 8 ასპექტი ერთიანდება კითხვის პროდუქტის მისაღებად. და იმისათვის რომ პროცესი იყოს ეფექტური, ანუ პროდუქტი რომ მივიღოთ, ანუ შედეგზე რომ იყოს ორიენტებული ამ ეს პროცესი ამის უცილობელ პირობას წარმოადგენს ასპექტების თანხმდური და ჰარმონიული ურთიერთქმედება. ხოლო სწორედ ამის შედეგად ვიღებთ მჭიდრო სწორ ურთიერთობას მწერალსა და ეფექტურ ურთიერთობას მწერალსა და მკითხველს შორის. მაგრამ აქ უნდა გვახსოვდეს, რომ კითხვის პროცესის თანმიმდევრობა სხვადასხვა მკითხველისათვის არის სხვადასხვა. ეს გამომდინარეობს იმ გამოცდილებიდან, კითხვის გამოცდილებიდან, რომელიც თითოეულ მკითხველს გააჩნია ინდივიდუალურად. რაც შეეხება შედეგს, კითხვის შედეგი, აქედან გამომდინარე, თუ გავიგეთ, რომ კითხვის პროცესი ეს არის 8 ასპექტის თანმიმდევრული და ჰარმონიული ინტეგრაცია, მაშინ გასაგებია, რომ აი ამ პროცესის გასაზღვრული ასპექტების და უნარების გამოყენების შედეგს წარმოადგენს კითხვის პროდუქტი. ეს არის მკითხველისათვის წერლის აზრების და გზნობების გადაცემის საშუალება და რადგან იმ მასწავლებელს, რომელიც კითხვას ასწავლის ბავშვებს, ძირითადი ამოცანა, იმ მასწავლების ამოცანაა დაეხმაროს მოსწავლეებს ამ პროდუქტის მიღწევაში, მოდით ჩვენ შეიძლება დავიწყოთ ამ კომპონენტიდან. როგორც უკვე აღნიშნეთ, კითხვის პროდუქტი ეს არის კავშირის საშუალება. ეს არის მკითხველის მიერ ავტორისეული იდეების გაგება. ეს არის ცოდნის საუნჯე თანამედროვე ადამიანისათვის, მაგალითად ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ წარსულში დაწერილი მასალა, შეიძლება ეს იყოს ისტორიული მასალა, შესაძლებელია წავიკითხოთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომხდარი მოვლენებისა და ფაქტების შესახებ. ჩვენ მივიღოთ ამგვარად ისეთი ცოდნა ძლიერი აღმოჩენების შესახებ, რომელიც მიიღება არაზე პირი გადმოცემით, არამედ მხოლოდ კითხვით. და კითხვა არის ის ძირითადი ინფორმაციის მიღების საშუალება, რომელიც ასევე ნაცნობ მეგობრებთან და დაახლოებლებთან ურთიერთობის იარაღია, ხო? შეიძლება წერილით გავიგოთ რაღაცა შეტყობინება ან ინფორმაცია ჩვენი ახლობელის შესახებ, შესაძლოა სრულიად სხვა დანიშნულება ჰქონდეს კითხვას, ანუ ჩვენ წაკითხვა შეიძლება
იყოს უბიძგოს მაგალითად უფროსის წერილმა შეიძლება უბიძგოს სამსახურში ქვეშემდო შესაბამისი ქმედებისაკენ შეიძლება კითხვა გადაიქცეს შინაგანი გზნობების სიხარულის წუხარების შეიძლება კი არა და ის არის შემოქმედებითი უნარის გამოხატვის საშუალება ისე რომ კიდევ ადამიანს შეუძლია ასევე გარკვეული კითხვის უნარი გააჩნია მაგალითად რუკების და საძიებლის დახმარების შეუძლია იყოვნოს ადგილი სადაც არასოდეს არ ყოფილა და ასე შემდგომ მართლაც რას დაემსგავსებოდა ჩვენი ცხოვრება სიცოცხლისათვის უმნიშვნელოვანესი საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე. ესე იგი, კითხვის ერთ-ერთ მთავარ თვისებას წარმოადგენს ის, რომ ის წარმოადგენს კომუნიკაციის იარაღს. და პროდუქტი სწორედ ეს არის ის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ, ხო? ანუ ის ცოდნა, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ კითხვის შედეგად. კითხვის პროცესის, სწორად წარმართული კითხვის პროცესის შედეგად, რომელიც დაფუძნებული არის გაგებაზე. მაგრამ ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ გვეუბნებთ, აი ჩვენს მიერ ჩამოთვლილი მაგალითებს თუ მიაგრძელებთ ყურადღებას, ხო? გამომდინარე ინფორმაციის შინაარსი სხვადასხვაგვარია, შესაბამისად მიზანი სხვადასხვა იყო. ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს შემოქმედებითი უნარის რეალიზაცია, მეორე შინაგანი გზნობების წუხილის გარკვეული დამოკიდებულების გამოხატვის საშუალება, მეორე შემთხვევაში შეიძლება იყოს რაღაცა გზავნილი მესამე შემთხვევაში ეს არის სასწავლო მოტივაცია და სასწავლო მასალა შეიძლება იყოს რომლის წაკითხვის შედეგად ჩვენ გარკვეულ ცოდნას ვღებულობთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ცოდნა, მაგრამ მას მიზანი არის სრულიად სხვადასხვა და შესაბამისად ტექსტი, რომელიც წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, ტექსტი სხვადასხვანაირია. შეიძლება იყოს შემეცნებითი ტექსტი, შეიძლება იყოს მხატვრული ტექსტი და შეიძლება იყოს ეს პრაგმატული ტექსტი. აი პრაგმატული იყოს სწორედ საქმიანი ქაღალდები, შემეცნებითი ტექსტია, სადაც ჩვენ გვქონდა პუბლიკაციები, შეიძლება იყოს გარკვეულ მსჯელობასთან სადაც გვაქვს საქმე და მხატვრული ტექსტი, სადაც არა სრულ კატეგორიებში მიმდინარეობს მსჯელობა, არამედ მხატვრული სახეებით აზროვნებასთან გვაქვს საქმე. და მთავარ კატეგორიას სწორედ გაგების მთავარ კატეგორიას მხატვრული სახე წარმოადგენს. ჩვენ ამ საკითხებზე ტექსტის ამ ტიპებზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ შემდეგ ლექციაზე, სადაც ტექსტის გაგებასთან დაკავშირებული სირთულეები იქნება განხილული. ვინაიდან ურთიერთობა სწორედ არის შეტყობინება, რომელსაც მკითხველი ღებულობს, არის დამოკიდებული გაგებაზე. და ეს გაგება კი მოიცავს კითხვის პროცესის ყველა ასპექტს, მაშინ ბუნებრივია, რომ სიტყვის ამოცნობის უნარი და კითხვის პროცესის ასოციაციური ასპექტები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. სწორედ კითხვის პროცესში, მაგრამ სიტყვის გაგება კიდევ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სიმბოლოების ფერაში გადაყვანა. და კითხველს უნდა ესმოდეს, ესე იგი, აზრი, მაგრამ მოხონდეს მას ნაბიჯდი და სწორედ აი აქედან ნაბიჯდის აზრი და სწორედ აი ის მესამე განსაცდელი სწორედ ეკუთვნება ამას, რომ ეს არის გონისმიერი რეაქცია ნაბიჯ ნაწერზე. კითხვა არის გონისმიერი რეაქციაო. მაგრამ როგორია ეს რეაქცია, აი ისევ მე ვბრუნდები კითხვის პროცესთან დაკავშირებულ სირთულეებს, როგორ ხდება გააზრება და რა კოგნიტურ ქმედებებზეა დაფუძნებული სწორედ ნაბიჯდის გააზრება. ეს რა რეაქცია, რა გონისმიერი რეაქცია. ზოგიერთ მეცნიერს კითხვა დაყავს ერთადერთი სიტყვის წარმოთქმის უნარამდე და არა უნარების ისეთ ერთობლიობამდე, რომლის საშუალებითაც გავიგებთ სიტყვის მნიშვნელობას. ამ შემთხვევაში კითხვის პროცესს მივყავართ გარკვეულწილად ნეგატიურ გამოცდილებამდე. ვინაიდან ძალიან დიდი დრო იხარჯება კითხვის პერიოდში სიტყვის დასწავლაზე, სიტყვის სწორად წარმოთქმაზე. ამ დროს მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ ხმამაღლა წაიკითხოს, დანარჩენებით ფარყულს ადევნებენ ხო ტექსტ წიგნებში. როდესაც ბავშვს არ შეუძლია სიტყვის წარმოთქმა, მაშინ მასწავლებელმა თავად უნდა მოახდინოს სწორი გამოთქმის დემონსტრირება, რა თქმა უნდა, ან სთხოვოს სხვა მოსწავლეს, რომ გააკეთოს იგივე.
როცა მოსწავლე არასწორად წარმოთქვას სიტყვას და მასწავლებელი ჩვეულებრივ უსწორებს ამ შეცდომას, შესაძლოა ჩვენ მივიღოთ ასეთი შედეგი, რომ მოსწავლე წარმოთქვამდეს სწორად სიტყვას, მაგრამ მას არ ესმოდეს ამ სიტყვის მნიშვნელობა. და წაკითხულიდან ვერც ვერაფერი გაიგოს. პედაგოგები, რომლებსაც კარგად ესმით კითხვის პროცესის ყველა ასპექტის მნიშვნელობა, ისინი მონდომებით ეძებენ სირთულეებს კითხვის პროცესში და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით საბოლოოდ შეიმუშავებენ გაცილებით ქმედით საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც დაფუძნებული იქნება სწორედ ყველა იმ სირთულეის აღმოფხვრობაზე, რომელიც დაკავშირებული არის კითხვასთან. კითხვის ნებისმიერი ასპექტისადმი არასაკმარის ყურადღებას ან არასწორ დამოკიდებულებას შეუძლია მოგვცეს უარყოფითი შედეგები ან აღმოჩნდეს სრულიად უშედეგო. ჩვენ მოდი განვიხილოთ ახლა ასეთი სამი მაგალითი, ანუ სამი სიტუაცია, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ რისკ ფაქტორებს სწორი გამართული კითხვისათვის. პირველი, თუ ბავშვი საკმარისად ვერ არჩევს, თუ ბავშვი სწორად ვერ არჩევს გრაფიკულ სიბოლოებს, მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს არასწორ კითხვასთან. მაშინ შესაძლებელი არის მან ვერ ამოიცნოს ეს გრაფიკული სიმბოლოები და რა თქმა უნდა ეს დაკავშირებული არის გარკვეულ მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან. თუ ბავშვი არასწორად ასოცირებს გრაფემებს ფონემებთან და შეცდომით შეიცნობს სიტყვებს, ამ შეცდომის გამო ამახინჯებს მაშინ ის ტექსტის აზრს. თუ ბავშვს არ აქვს გამოცდილება იმ სფეროში, რაზედაც არის ტექსტში საუბარი, მაშინ ის ვერ გაიგებს ტექსტს, ისე როგორც დიდარი გამოცდილების მქონე ბავშვი. მაგალითად, სოფელში მცხოვრები ბავშვი გაცილებით უფრო ადვილად და შეგნებულად გაიგებს ტექსტს სოფლის ცხოვრების შესახებ, ვიდრე ბავშვი, რომელიც არასოდეს არ ყოფილა ქალაქში. ბუნებრივია. კითხვის პროცესი გარკვეულწილად წარმოუდგენლად რთულია, თუ ჩვენ თუ არ არის მზაობა ყველა იმ უნართან დამოკიდებულებაში, იმ ასპექტთან დამოკიდებულებაში, არ გააჩნია ბავშვს მზაობა, მაშინ მისთვის კითხვის პროცესი წარმოუდგენლად რთული ხდება და ეს ყოველთვის როგორც ესე გასათვალისწინებელია დაწყებით საფეხურზე. მაშინ, როდესაც ხდება საბაზისო უნარების ჩამოყალიბება. ჩვენ შემდგომში სწორედ ვისაუბრებთ აი ამ კითხვის ასპექტზე.